რა ვიცით ჩვენ ადამიანის წარმოშობის შესახებ? როგორც უმრავლესობამ იცით, ადამიანის წარმოშობაზე არის ძირითადად ორი თეორია. ერთის მხრივ კრეაციონიზმი, მეორეს მხრივ ევოლუციური განვითარება. დასაწყისისთვის განვიხილოთ აკადემიური მეცნიერების თვალსაზრისი, რაც სიცოცხლის ევოლუციურ გზას ეხება, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვიდან პრიმიტიულმა ერთუჯრედიანმა არსებამ განიცადა ევოლუცია და ჩამოყალიბდა როგორც რთული სტრუქტურის მქონე ფიზიოლოგიურ არსებად. მეცნიერული განხრით ეს მოსაზრება სრულიად გამართლებულია და გარკვეული ფაქტები მეტყველებენ კიდეც ამ თემაზე. თეორიის მიხედვით ეს პროცესი მიმდინარეობდა დედამიწაზე მილიონობით წლის განმავლობაში. მისი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი შემთხვევითი გენეტიკური მუტაციაა, რომელიც ასევე გამოწვეული იყო მუდმივად ცვალებად საცხოვრებელ არეალთან ადაპტირებით თუ სხვადასხვა საფრთხეებთან გამკლავების საჭიროებიდან გამომდინარე ახალი თვისებების შეძენით. მაგალითად, თუნდაც ავიღოთ მცენარეები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ეკლები გამოიზარდეს იმისთვის, რომ დროზე ადრე არ გაეჩანაგებინა ბალახის მჭამელ ცხოველებს. ამავე მიზნით ზოგიერთმა მცენარემ გარკვეული ტოქსინი დაიმატა ფოთლოვან მასაში. ცხოველების შემთხვევაში თუ კი განვიხილავთ კურდღელს, მიუხედავად იმისა, რომ ის არაა მტაცებელი, მას მაინც აქვს კლანჭები თათებზე, რომლის მეშვეობით ის იბრძვის კიდეც მტაცებლის წინააღმდეგ, თან საცხოვრებელ სოროსაც თხრის, სადაც ასევე მარტივად იცავს თავის შთამომავლობას. ის, რომ ცხოველებს თუ მცენარეებს გავლილი აქვთ ევოლუციური გზა დედამიწაზე, მოწმობს არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ნამარხები, სადაც იგივე ცხოველს თუ მცენარის ნაშთს აშკარად განსხვავებული ანატომია აქვს. ერთი შეხედვით ეს თეორია იდეალურია. ადამიანის შემთხვევაში სრულიად თავისუფლად შეიძლება საუბარი, რომ ასეთივე გზის გავლით ჩამოყალიბდა იმ არსებად, რასაც დღეს ჰომო საპიენსად ვიცნობთ. მის უშუალო წინაპრად მიიჩნევა ნამარხებში აღმოჩენილი ორ ფეხზე მოსიარული ადამიანის მაგვარი პრიმატები. თეორიის მიხედვით ის ორ ფეხზე მოსიარული პრიმატი გარემო პირობებთან შეგუების თუ საფრთხებთან გამკლავების პროცესში ჩამოყალიბდა ადამიანად. წესით ეს პროცესი უნდა წარმართულიყო მილიონობით წლის განმავლობაში. ამ პერიოდში უამრავი გარდამავალი რგოლი განვითარდებოდა, რომელთა ნაშთები ნამარხების სახით დღეს უნდა არსებობდეს. თუმცა ბოლო 300 წლის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად მსგავსი რამ არ აღმოუჩენიათ. ამ კვლევების პერიოდი საკმარისად დიდი დროა იმისთვის, რომ ფრაზა ჯერ არ აღმოუჩენიათ გამოირიცხოს. მით უმეტეს, რომ მრავალი ცხოველისთვის გარდამავალი რგოლები აღმოჩენილია. ანუ მეცნიერულად ადამიანის დედამიწაზე ევოლუციური გზით განვითარება ბოლომდე დამტკიცებული ჯერჯერობით არაა. არის გარკვეული თეთრი ზოლი დედამიწაზე ადამიანის ევოლუციის თეორიაში, რომელიც ჯერჯერობით შევსებული არ არის. ამის გამო კრეაციონისტებს ევოლუციონისტები, ასე ვთქვათ, კუთხეში ყავთ მიწვდეული. სწორედ ამ ფაქტს იშველიებენ თავისი თეორიის გასამართლებლად კრეაციონისტები, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ორ მიმართულებად. ერთი მიმართულება რელიგიური განხრაა, რომელიც ქადაგებს ღმერთის მიერ ადამიანის შექმნას. მეორე მიმართულება კი პალეოკონტაქტია, რომლის თეორიით უძველეს ეპოქაში დედამიწაზე მოსულმა უცხოპლანეტურმა ექსპედიციამ ადგილობრივი ცხოველების გენეტიკური მოდერნიზაციის შედეგად შექმნა ადამიანი. პალეოკონტაქტის მიმდევრები იმავე რელიგიური კრეაციონიზმის თეორიას ხსნიან სწორედ იმ განხრით, რომ წინაპრებმა მათი შემქმნელი არსებები მოგვიანებით ღმერთებად მიიჩნიეს. პალეოკონტაქტის თეორია პირველად შემოგთავაზა ერიხ ფონ დენიკენმა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს. მან თავის წიგნში ღმერთების ეტლი დასვა შეკითხვები ზოგიერთი არტეფაქტის მიმართ. ხომ არ იყო ისინი შექმნილი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ, ანუ მისი დაშვებით უძველეს ეპოქაში დედამიწას სტუმრობდნენ ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული არსებები, რომლებმაც ააგეს უამრავი მეგალითური ნაგებობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი წავიდნენ პლანეტიდან და თავის მაგივრად დატოვეს მოაზროვნე ადამიანი. ანუ მისი თეორიის მიხედვით ერთის მხრივ უკვე ევოლუცია განვლილი ადამიანის წინაპარი პრიმატი განავითარეს მოსულებმა, გარკვეული ტექნოლოგიების გადაცემით. მეორეს მხრივ პირდაპირ მოახდინეს აქ დახვედრილი ზოგიერთი პრიმატის გენმოდიფიკაცია. მოგვიანებით ამას თან დაერთო ასევე ზახარია სიჩინის მიერ დაწერილი ნაშრომიც, სადაც გენეტიკური მოდიფიკაციის ვერსიას ამტკიცებს შუმერულ ტექსტებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ციდან ჩამოსულმა ღმერთებმა ენქიმ, ნინჰუსარგმა და ანუმ შექმნეს ადამიანი გენეტიკური ექსპერიმენტების მეშვეობით. ზახარია სიჩინის მოსაზრებით ეს მოხდა იმის გამო, რომ მათ სჭირდებოდათ მორჩილი მონა ადამიანის სახით, რომელიც ყველანაირ საქმეს გაუკეთებდა მათ. ამ თეორიას დღესაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. თუმცა უამრავი ფაქტორის გამო ეს საკითხი საკამათოა. ჩვენი კლუბი არ იზიარებს პალეოკონტაქტის იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც უცხო მოსულმა ცივილიზაციამ შექმნა მოაზროვნე ადამიანი. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ შესაძლოა წარსულში მართლაც იყო უცხო ცივილიზაციების არაერთი ექსპედიცია პლანეტაზე. თუმცა მათი მიზანი სულ სხვა იყო და სტუმრობის შედეგებიც საერთოდ სხვა, ვიდრე ამას პალეოკონტაქტის კრეაციონისტული მიმდინარეობა ამბობს. თუ თქვენი აქტივობა იქნება ამ თემაზე, მომავალში ჩვენ გავაკეთებთ ფილმს ასეთი კონტექსტით.
ამიტომაც გთხოვთ აქტიურად კომენტარებში და მოგწეროთ, გაინტერესებთ თუ არა ასეთი ფილმი. ამ თეორიის წინააღმდეგ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ადამიანი მეტწილად არ არის ადაპტირებული დედამიწაზე არსებულ საცხოვრებელ გარემოსთან. ეს ფაქტი საკმაოდ ალოგიკურია, რადგან თუ კი მოსული მოახდენდა რომელიმე ადგილობრივი ცხოველის გენეტიკურ მოდიფიკაციას, ის ცხოველი უკვე იქნებოდა გარემო პირობებთან სრულად ადაპტირებული. მით უმეტეს თუ კი ადამიანს სრულად ახლიდან შექმნიდნენ გენეტიკურ ლაბორატორიაში. მაშინ ამ შეგუების მახასიათებელსაც შესაბამისს მისცემდნენ, რასაც ადგილობრივი გარემო მოითხოვდა. აი თუნდაც დაფიქრებისთვის. თუ კი ჩვენ გვექნებოდა ეს ტექნოლოგია და მოვხვდებოდით სხვა პლანეტაზე, სადაც მოვინდომებდით იგივე პროცედურის ჩატარებას, მაშინ ჩვენს მიერ შექმნილი არსება იქნებოდა იდეალურად მორგებული ადგილობრივ გარემოს. ფაქტია, რომ ადამიანს ტექნოლოგიური საშუალებების გარეშე არ შეუძლია გარემო პირობებთან გამკლავება. იმისთვის, რომ მან მეტნაკლებად კომფორტით იცხოვროს, საჭიროა, რომ ჰქონდეს გარკვეული სამოსი, აუცილებლად აგებული და დაცული თავშესაფარი. ხოლო საკვები თუ არ გადაამუშავა ტექნოლოგიურად წინასწარ, ის ევმად რაციონის დიდ ნაწილს უბრალოდ ვერ მიიღებს. ამ დეტალებზე ვრცლად ცოტა ხანში ვისაუბრებთ. კრეაციონიზმის მეორე მიმდინარეობა, როგორც უკვე ვახსენეთ, რელიგიური განხრაა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. პრაქტიკულად ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში ერთი და იგივე კონტექსტით არის გადმოცემული ეს თემა. ანუ ღმერთმა მიწისგან, ანთიხისგან გამოძერწა ადამიანი და სული შთაბერა. თუნდაც ბიბლიური გადმოცემით, პირველ ეტაპზე ადამიანი ცხოვრობდა ედემის ბაღში, სადაც მას აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, რაც მისი კომფორტული სიცოცხლისთვის იყო საჭირო. შემდეგ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტის მიხედვით, ადამიანს მოუწია ედემის დატოვება, რომლის შედეგადაც ის აღმოჩნდა მისთვის სრულიად უცხო და სასტიკ გარემოში, რომელთანაც პრაქტიკულად არ იყო შეგუებული. იმისთვის, რომ მას იქ ეცოცხლა და გამრავლებულიყო, მოუწია მძიმე შრომა. ამავე დროს მას მოუხდა გარემო პირობებთან შეგუებისთვის ტექნოლოგიურად განვითარებაც. სწორედ ამაზრს ეფუძნება ჩვენი კლუბის ვერსიაც და ამ ფილმის ლეიტმოტივიც, რომ ადამიანს ევოლუციის ეტაპები დედამიწაზე არ გაუვლია. ის უკვე როგორც განვითარებული არსება, ისე მოხვდა ამ პლანეტაზე. ამ თემაზე სხვადასხვა ფილმებში გვაქვს კიდეც მოსაზრება გაჟღერებული. თუნდაც დოგონების თემა რა დღირს, რომლებიც პირდაპირ ტექსტით გვიყვებიან თუ როგორ ჩამოვიდნენ ამ პლანეტაზე სირიუსის თანავარსკვლავედიდან. ასევე აღსანიშნავია ჩრდილო ამერიკული ტომის ჰოპის გადმოცემაც, რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთ წინაპრებს ვარსკვლავურ ხალხად მოიხსენიებენ, რომლებიც დედამიწაზე სხვა სამყაროდან ჩამოვიდნენ. იმავე ინდურ ეპოსებში აღწერილი სიუჟეტებიდანაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის მომენტი, რომ ადამიანი არათუ ჩამოსული იყო სხვა პლანეტიდან, არამედ მას ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი სხვა სამყაროს მაცხოვრებლებთან. ასეთივე კონტექსტია გადმოცემული იმავე ბერძნულ მითოლოგიაში, სადაც ოქროს ხანაა აღწერილი. ამ სიუჟეტში ადამიანი ნახსენებია როგორც განათლებული და ბრძენი არსება, რომელთანაც თვის ღმერთებიც მოდიოდნენ სტუმრად და თავადაც მიდიოდა სტუმრად მათთან. მსგავსი კონტექსტი სხვა მრავალ უძველეს მითოლოგიურ კონტექსტში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ადამიანმა რომ დედამიწაზე არ გაიარა ევოლუცია, ჩვენი კლუბის მოსაზრებით ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამ პლანეტაზე სხვადასხვა რასა ცხოვრობს. აკადემიური მეცნიერების განსაზღვრებით ადამიანური რასების მრავალფეროვნება გამოწვეულია სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ცხოვრების და მრავალ ათეულათასწლიანი დამოუკიდებელი განვითარების გამო. თეორია სიმართლესთან ახლოს იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი. მაგალითად, ევროპეიდული, ანუ კავკასიური და მონღოლოიდური რასა პრაქტიკულად ერთ განედზე ცხოვრობს და ვითარდება მინიმუმ ბოლო 30,000 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საბაზისო ადამიანური რასის წარმომადგენელია და ერთნაირ საცხოვრებელ პირობებისა და კლიმატურ ზონაში არსებობენ, გარეგნულად და ჰაპლოჯგუფებით საერთოდ სხვადასხვა რასები არიან. სრულიად გასაგებია, რომ დიდი მანძილით დაშორებული, იზოლირებული ხალხი შეიცვლიდა როგორც კულტურას, ისე ენასაც და ცხოვრებისეულ წეს-ჩვეულებებსაც, მაგრამ რატომ უნდა შეეცვალა მას გენეტიკური ჰაპლოჯგუფი? საუბარია გენეტიკიდან წამოსული იერი, კანის ფერი, თვალის ჭრილი და ფერი, საერთო ფონური გარეგნობა, ჩონჩხის აგებულება და ფიზიოლოგიაც. ასეთი მასშტაბური ცვლილებების ლოგიკური ახსნა უბრალოდ ვერ მოიძებნება, თუ კი ეს ყველაფერი დედამიწაზე მოხდებოდა. ჩვენი კლუბის მოსაზრებით, მცირედი განსხვავების მქონე კლიმატური პირობების შემთხვევაში, როგორც მაგალითად ევროპის და აზიის კონტინენტზე გვაქვს, აღწერილი სრულიად განსხვავებული ორი რასის ჩამოყალიბების დრო, სავარაუდოდ უფრო მეტი იქნებოდა საჭირო, ვიდრე აკადემიური მეცნიერება გვეუბნება. მაგალითად, ნაცვლად აღწერილი დაახლოებით 40,000 წლისა, დიდი ალბათობით ეს მიმდინარეობდა მილიონი და მეტი წლის განმავლობაში. ეს თუ კი სიმართლე იქნებოდა, აუცილებლად დადასტურდებოდა არქეოლოგიური აღმოჩენებით. ანუ ჰომო საპიენსის ნაშთებს უნდა ვპოულებდეთ ამ ასაკთან დაკავშირებულ კულტურულ ფენებში და ნამარხებში, რაც დადასტურდებოდა ასევე რადიონახშირბადის მეშვეობითაც. მაგრამ ფაქტია, დღემდე 50,000 წელზე ძველი ჰომო საპიენსი არ არის ნაპოვნი. უფრო ძველი ჰუმანოიდური რასის ნაშთები, რაც არის აღმოჩენილი დედამიწაზე, საერთოდ განსხვავდება ჩონჩხის აგებულებით ადამიანისაგან.
რასების მრავალფეროვნების დასახსნელად შეგვიძლია გავაკეთოთ დაშვება, რომ ადამიანის ევოლუცია მიმდინარეობდა მილიონები წლის განმავლობაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკის ნამარხები არაა აღმოჩენილი. გავაკეთოთ მეორე დაშვებაც, რომ ასეთი განვითარება დედამიწაზე არ ხდებოდა. ანუ ადამიანის ევოლუცია განვითარდა სხვა ვარსკვლავურ სისტემებში სხვადასხვა პლანეტებზე, სადაც დედამიწისგან საკმაოდ განსხვავებული გარემო პირობები და რადიაციული ფონი იქნებოდა. თუნდაც სუსტი, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედი რადიაციული ფონი მთავარი კატალიზატორია გენეტიკური ცვლილებებისთვის. ანუ უკვე აღწერილი გარეგნული ფორმა და ჩონჩხის აგებულება, რომელიც ვერ შეიცვლება მცირე პერიოდში კლიმატურ პირობებთან შეგუების პროცესში, დანამდვილებით შეიცვლებოდა სხვა რადიაციული ფონის გამო. დამატებით არგუმენტად გამოდგება პლანეტის გრავიტაციული ველის სიდიდეც. დედამიწაზე არსებული რასები ერთმანეთისგან ასევე სიმაღლითაც განსხვავდებიან. არადა დედამიწის გრავიტაციული ველის სიდიდე ყველგან იდენტურია, სიმაღლეს კი განსაზღვრავს გრავიტაცია. ასეთი არგუმენტები საკმაოდ ბევრია, რაზედაც უკვე შემდგომ ფილმში ვისაუბრებთ. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ ფილმი მოგეწონათ, მოგვიწონეთ და გააზიარეთ. არხი თუ არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში და დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა კი გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე.